გლოცავთ დიდი სიყვარულით. მეტი ვილოცოთ, მეტი უფრო მეტად მივენდოთ ღმერთს, მეტად გავყიერთდეთ, ვიცოდეთ რომ წარსულში რაც დავაშავეთ უნდა მოვინანიოთ, აწყო რაც არის გავაანალიზოთ და გავერკვეთ რა და როგორ და რა არის ჩვენი გზა და ჩვენი ღვთისნება როგორ მოქმედებს ჩვენ ცხოვრებაში, რა სიტყვებს ღვთისნება, გლობალური ნება რა არის, არა ნება სიკვდილის, ცოდვილის, არავინ მოქცევა და ცხოვრება მისი. მაგრამ რა სიტყვებს კონკრეტულად ჩვენი ცხოვრების გარდატეხაში, პრიზმაში, ჩვენი ცხოვრების განგებულებაში, რა სიტყვებს ჩვენ გვაქვს ღვთისნება, ეს რომ ვიცოდეთ. ღვთის განგებას ვერავინ ვერ შეაწუდება. ვერავინ. არსებობს დაშვება, არსებობს ნება და არსებობს განგება. ღვთისა. ახლა გავაკეთოთ ჩვენ რა არის დიდი თემა. დაშვება, როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას. ჩვენ ადამიანები რასაც გვინდა ამას ვაკეთებთ და როცა უფლის ნება შემოდის, ადამიანები ასე ვთქვათ, გაყვირვებულები ვართ ხოლმე, რომ ზოგჯერ არ ემთხვევა ჩვენი სურვილი, რაც უფლის ნება არის. და იყავ ნება შენი და არა ნება ჩემიო, ნათქვამია, ხო? მითაც სათაშინა. ეგრეცა ქვეყანასაც ზედა, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს. ხშირად ღვთისნება სულ განსხვავებულია, ვიდრე ჩვენ გვინდა ხოლმე რომ იყოს. ჩვენ ვერ შევუკვეთავთ ახლა ზეცას რა და როგორ უნდა იყოს. როგორც ამინც არ უკვეთავთ ჩვენ, ხო? გაჩნია. კი უნდა ბევრს მაგრამ ამ შემთხვევაში უფალს რაც სურს იმას გვაკეთებინებს. ნუ ჩვენინებით გვაკეთებინებს რომ კი არ გვაძალებს, მოგვიწოდებს, გადაყრის ასე ვთქვათ, გვიხმობს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ თუ ვეთანხმებით უფლის ნებას, ხო? და უნდა ვეთანხმებოთ. ღვთისნება ყოველთვის მაცხოვნებელია, ხო? დემონის ნება ყოველთვის წარწმედელია. ჩვენი ნება საერთკენ გადაიხრება, ვისთან არის სინერგიაში, თუ ღვთისნებასთანაც არის სინერგიაში, მაშინ ცხოვრების გზაზეა და განიღმრთობა. არა მარტო ნება, არამედ სხვა კომპონენტები ადამიანში ჩადებული ღვთის ხატებისა და მსგავსებად იქცევა შემდეგ. ღვთის განგებულება მართავს ყოველივეს. ხან ნება მოქმედებს, ესეც უნდა ვიცოდოთ და გავარკვიოთ, მე ვიფიქროთ ამაზე, ხან დაშვება, როდესაც რაიმეს ესე ვთქვათ, საკითხს ვერ ვწყვეტ დაშვებას და არ იცი როგორ მოიქცე და ღვთის განგებულებას უნდა მიანდო, ილოცო და აღარ იფიქრო მასზე. რაც იქნება, ისე როგორც იქნება, შენგან რაც შეიძლება, შენგან რაც მაქსიმალურად შესაძლებელია შენი მხრიდან გააკეთო ღვთის ნების თანახმად. და განგებულება ახლა როგორ წაიყვანს, ეს რაც შენზე არ არის დამოკიდებული, ილოცე და მიანდე განგებულებას. ნუ შეუშლის შენს თავს ხელს ცხოვრებაში. შენ ახარ შენი თავის, ასე ვთქვათ, გადარჩენაში მთავარი მოქმედი გმირი, სხვა ნეტა ვინ იქნება, ხო? ყოველთვის არაა საჭირო ადამიანებმა წინასწარ საერთოდ იცოდეს და ზოგი რო დადის ეგრეთ წოდებულ წინასწარ ცოდნეებთან, ჭყალებში და მკითხავებთან და ასე შემდეგ, ეს დიდი ცოდვაა. რომ წინასწარ უნდა გაიგოს და არ ენდობა ღვთისნებას და გამოცდის ღვთისნებას და ამრუდებს თან ღვთისნებას და ღვთისნების მოქმედებას მის ცხოვრებაში. ეს ძალიან დიდი ცოდვაა. ამიტომ ყოველთვის არაა საჭირო ადამიანმა წინასწარ იცოდეს რა მოელის მას. იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულე, ეს ხო იცი. ახლა შენ რაც შენზეა დამოკიდებული, შეეცადე ცოტა უფრო მეტის ვიდრე შეგიძლია, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი შეგიძლია ვიდრე გონია. და უფრო უნდა გინდოდეს ამიტომ და გწყუროდეს ღვთის სიყვარული. და ღვთის სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოვა, ხო? ღმერთი უნდა გიყვარდეს, მოყვასი უნდა გიყვარდეს როგორც საკუთარი თავი და ყოველი ღმილება. ღმერთი არის თვითონ დაუსაბამო სიკეთე, სიმართლე დაუსაბამო, სიყვარული დაუსაბამო. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას რა თქმა უნდა შედეგად გამოდის აქედან, რომ უკვე ღმერთი ყვარებია. ჯერ ღმერთი უყვარს და მერე უყვარს ამიტომ ყველაფერი სხვა. და ისე შეიყვარებს მერე როგორც ღმერთი უყვარს, იმის პროპორციულად იქიდან გამომდინარე შეიყვარებს ყველაფერს შემდეგ ადამიანი. ზოგი იტყვის სიყვარული მაქვსო, მაგრამ იმასაც იტყვის, როცა კითხავენ, არ ვიცი რა არის სიყვარულიო. რა არის სიყვარულიო, რო კითხო, ვერ გეტყვის, იმიტომ რომ სიყვარული ირაციონალური ენით და ლინგვისტურად გამოუთქმელი გზნობაა. ვერ გამოვთქვამ რა არის სიყვარული, ესე ვერ მარტივ მომრავლებად ვერ დაშლი. ეს გზნობელობის ფუნქცია, ხატების ერთ-ერთი ხატებაა. თისა შენში ჩადებული, ბევრ ხატების, ბევრ კომპონენტთან ერთად. ერთ-ერთი ეს არის სიყვარულის შესაძლებლობა.
ვინ ჩაწვდება ახლა ღვთის სიყვარულს? ვერავინ არ ჩაწვდება, მაგრამ ცდელობა სიყვარულის შეგრძნებისა ხომ უნდა გქონდეს მაინც. და სიყვარული სულგზელია, როგორც პავლე მოციქულიანის პირველი კორინთელთა მე-13 თავში ეს უნიკალური სიტყვებია და მინდა წაიკითხოთ. სიყვარული სულგზელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიემ თავისასა, არა განრისხნის, არა ჩერაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს იდებნ, ყოველივე წამ, ყოველსა ესამ, ყოველსა მოითმენ, სიყვარული არასა და დავარდების. პირველი კორინთელთა მე-13 თავი. ესაა ნამდვილი სიყვარული. უნივერსალური ფორმულირებაა წმინდა პავლე მოციქულის მიერ სიყვარულის და აი ამის განმარტება, ესო განმარტო ძალიან დიდი თემაა და დიდი ესე ვთქვათ გაშლას მოითხოვს ეს და არის განმარტებული წმინდა მამამისის მიერ სახარების აი ეს მონაკვეთი, ხო? პავლე მოციქულის ეპისტოლე, პირველი კორინთელთა მე-13 თავში არის ეს საოცარი სიტყვები და ეს არის ნამდვილი სიყვარულის განმარტება. როგორც ბედნიერების განმარტება, როგორც ზოგს რომ და ეს არის სიყვარული და აი ესეთი რო ხარ და აი ეს რო გინდა და აი ესეთ თვისებები თუ აქვს შენს შეგრძნება სიყვარულისას, მაშინ ხარ ბედნიერი. აი მე დავარქმევ ეს ადამიანი. სიყვარული ეს არის ისეთი რამ, რაც თუ არ გაქვს, უნდა ითხოვო და არა შეაფერე ამაში არაფერი არის, სული უნდა ითხოვო. რომ სიყვარული მოგეცეს და ეს ისწავლო თან, რომ მოგეცემო, უნდა ისწავლო სიყვარულს, სწავლა უნდა. როგორც ყველაფერს. ნუ რავის ნუ ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ რაც თანდაყოლილი ნიჭია, თანდაყოლილი არ არის. და ხარ შეიძლება რაღაცა კი ბატონო კი იყოს ადამიანში ნიჭები, როგორ არის თანდაყოლილი ისაგან მიცემული აქვს, როგორც პოტენციალური შესაძლებლობა მისი განხორციელებისა. მაგრამ რეალურად თუ შენ ამის რეალიზება გინდა და ამის განხორციელება შენ ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა ითხოვო ისაგან გაძლიერება და ისწავლო. იმიტომ რომ სიყვარული გამოცდილებითაც მოდის. გამოცდილება უნდა სიყვარულს. გამოცდილება ზოგჯერ არა მარტო ტკბილი, ხო? საკმაოდ მწარე გამოცდილება, სიყვარულის გამოცდილება არ არის ტკბილი, უფრო ვიტყოდი საკმაოდ გამწმენდელ ტკივილებთან არის დაკავშირებული და ძველი ტყავის მოცილებასთან და არანაირ ფუფუნებასთან და კომფორტთან და სიამოვნებებთან არ არის დაკავშირებული. ნეტარება სხვა, ნეტარებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ სიამოვნებებთან და ჰედონისტური და წარმართული ცხოვრების წესთან არ არის დაკავშირებული სიყვარული. ამის და ამას სოფელში დროს ტარებასა და იხარებდინ ამას სოფელსა არასულიერი სიხარულით, არამედ მშვენიერი სიხარულით, ამასთან არანაირ ტოლობაში არ და ვერ დგას, ვერ გავაკეთებ ტოლობას ამის. ამიტომ სიყვარულის სწავლა უნდა და ეს სწავლა საკმაოდ რთული, ძნელი და მტკივნეული პროცესია. და თუ თავი არ დაინდაბლე ღვთის წინაშე და მოყვასის წინაშე, არაფერი და ვერაფერი ვერ და არ გამო. ღმერთი ჩვენგან ითხოვს როგორც გულს, ასევე კეთილ საქმეებსაც, ხო, მარტო გული მომეც შენი, მაგრამ კეთილ საქმეებსაც ხო ითხოვს. წმენა კარგი, მაგრამ კეთილი საქმეები აუცილებელი. აზრით, სიტყვით, საქმით. ცოდვები არის სამი ტიპის: ღვთის წინააღმდეგ, მოყვასის წინააღმდეგ და საკუთარი თავის წინააღმდეგ. სამივე ამ მიმართულებით უნდა განწმენდა იქნეს აღსრულებული. არა მარტო გულს ითხოვს, არამედ კეთილ აზრებსაც ითხოვს, კეთილ და თქვა სათნო მეტყველებასაც ითხოვს ვერბალურ, ხო? სიფხეში და საქმეებსაც, რაც აზრშია იბადება შემდეგ გამოდის მეტყველებასა და ქმედებაში შედეგად. ამიტომ მართალი აზროვნება ბადებს მართალ მეტყველებას და მართალ საქმეებს. თავისთავად ერთმანეთთან განცალკევებული ეს ვერ არის და თუ ადამიანი აზროვნებაში გამრუდებული და დანაწევრებულია და არ არის მისი მსოფლმხედველობა სრული და სრულყოფილი და მსოფშეგრძნება, მაშინ ვერც მეტყველება იქნება პროპორციულად კარგი და ვერც საქმეები იქნება მისი სათნო. რასაც ასე თქვა ჩაედინება იმ ჭურჭელში, იგივე გამოდის, იცით ეს და გადმოდის. კეთილი ყველასათვის უნდა გვინდოდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ სიკეთეს კეთებას დიდი სიბრძნე უნდა, ყველასათვის კეთილი რომ მინდა გიხო. ამას ძალიან დიდი სიბრძნე და სათნოება უნდა, ყველასათვის კეთილი ვერ იქნები. კურნალო განიკურნე შენი თავიო, შენს თავზე ძალიან დიდ წარმოდგენას ნუ იქონია. კურნალო ჯერ შენი თავი გადაერჩინე, შენი თავი შეიბრალე. სხვის სენტიმენტალურ, აფექტურ და
ისტერიკულ განცდა ემოციით ვითომ შეწოდებას შეყვარებას ჯერ ჭეშმარიტი სიყვარულით შენი თავი შეიყვარე ქრისტეს მიერი სიყვარულით და არა იმიტაცია გააკეთე სიხალბით სიყვარულისა ვინც ბევრს ლაპარაკობს სიყვარულზე მან არ იცის სიყვარული ამიტომ ძალიან ბევრს არ ლაპარაკებ ხო რომ მე ვინც ძალიან ბევრს ჯიღებს ირტყამს კერძზე სიყვარულში მაინდა-მაინც სანდო არ არის ჯობია ცოტა თქვა და ბევრი იგრძნო და ბევრი თესო სიყვარული ვიდრე ზარები რეკო შენი სიყვარულის შესახებ და ხმამაღლას ალაპარაკოთ ილაპარაკო ძალიან დიდად მაგრამ და ბევრი მაგრამ სინამდვილეში ერთი წვეთი სიყვარული არ ქონდეს მაგრამ რა კარგია ლაპარაკის კარგია რაღაცა რო თქვა სიყვარულზე დადუმებაც ხო არ ვარ გაიხა რაღაცა ადამიანს გაგიხარდება ხომ საფასურო სიყვარულზე სიტყვით მაინც გაგახარებენ გეტყვიან საქმით თუ არა და აზრით მაინც სიტყვით რომ რაღაცას შეგაგებებენ ხომ გაგიხარდება მაგრამ ძალიან ბევრი ასე თქვათ გაუბრალოებითი დღეს ვარი მოდაში გაუბრალოებითი ეს გულები და მიყვარხარ და გაიხარე და ასე შემდეგ კიდე 3 წერტილი ესენი უკვე გაცვდა რა ეს არის გაცვეთილი რაღაც უკვე კლიშეები ამიტომ ყველასთვის კეთილი უნდა გინდოდეს მაგრამ მოდი ჯერ კაცობრიობის შეყვარებას დაანებე თავი კონკრეტულად შეიყვარე ჯერ შენი ოჯახის წევრები მე შენი მოყვასი კონკრეტულად ვინც შენს გვერდზე არის ჯერ დაიწყე ივარჯიშე შენს გარშემო მყოფთა სიყვარულზე თორე დაიწყებენ ყველა მიყვარს და მთელი სამყარო და მსოფლიო მიყვარს და მსოფლიო სიყვარულებრივ სევდაში გადავარდება წყალებში ზოგი და კონკრეტულად ის ადამიანი რომელიც უნდა უყვარდეს იმას ისეთი ეჭვისთვალით უყურებს რომ რა ვიცი ჯობია ის შეიყვარო აგერ კონკრეტულად ერთი ადამიანი ის უფრო ძნელია ამაზე ბევრი წერს და ბევრი ლაპარაკობს და ხალხს არაფერს არ მოყვა ამიტომ სიკეთის გაკეთებას მოკლედ სიბრძნე უნდა და სწავლა უნდა და ბოროტება სხვა არაფერი არის ერთ-ერთი ამბობს ძენი რომ უდროოდ და უტვინოდ გაკეთებული ვითომ სიკეთე დიდი სიბრძნე უნდა და ღვთისნების წინაშე შეწირული უნდა იყოს ეს ღვთის ზალით და ღვთის კურთხევით და თავის დამდაბლებით და მოზღვის კურთხევით სიბრძნით კეთდება სიყვარული და ყოველი კეთის საქმე სიყვარულით ყველა უნდა გვიყვარდეს ისევ და ისევ იმეორებ ნუ კეთილ განწყობილი მაინც უნდა ვიყოთ მაგრამ თუ ვერ შევძლებთ ყველა სიყვარულს ვერ შევძლებთ ყოველ შემთხვევაში კეთილი ყველასთვის გვინდოდეს და კონკრეტული ჩვენი ახლობლებით დავიწყო და ვისწავლოთ ისინი მაინც გვიყვარდეს რეალურად როდესაც გვიყვარს და რაღაცა კეთილ საქმეს მცირეს არ არის მაინდა-მაინც მთების გადაადგილებით რასაც დავანებოთ თავი ჯერ რა მოდი ჯერ პატარ-პატარა კენჭები გადავადგილოთ რომლებზედაც დავდივარ და თავფერს ვიმტრობთ ხოლმე ღია კარებში და სწორ გზაზე ჯერ პატარ-პატარა ერთი პატარა კენჭი რო ჩაუვარდება ფეხსაცმელში ადამიანს სანამ არ ამოაგდებს ვერ მოისვენებს რომ დაიტანჯება ასე არის ის მოდი ჯერ ეს კენჭები ამოყარე რაც გიშლის სიარულს ჯერ ეს გადაწია ის რასაც შეიძლება ფეხი დააბიჯო და ავნო სხვა რაღაც არსებას კიდევ ხომ მოდი ჯერ ეცადე რომ ქვევითაც იყურო მაგრამ პერიფერიულ მხედველობას ზევით კონდეს მაგრამ პერიფერიულ ასევე ქვევითაც კონდეს გვერდზეც ვინმეს უჭირს თუ არა ისიც ისოდე და თებს თავი დაანებე მოდი ჯერ კენჭების გადაადგილებით დავიწყოთ მონანიებით დავიწყოთ პატარ-პატარა ცოდებით იმ კენჭებით დაგროვ და ლოდის ხელა სიმძიმეს რა მნიშვნელობა აქვს ერთი შესაძლებლობა გადანაცვლებით რა გინდა ერთი დიდი ყოფილა გინდა იმის წონა კენჭი ყოფილა რა მნიშვნელობა ამიტომ ვეცადოთ რომ მცირე-მცირედი წინსვლით ვიაროთ ვილოცოთ გზა ცნილია უბრალოდ ჩვენ ვეცადოთ რომ არ შეუშალოთ ხელი როგორც ღვთის განგებულებამ რომ იმოქმედოს ჩვენში ჩვენს შიგნითაც ჩვენს გარეთაც იყავ ნება-შენი ვისაც საათაში და ეგრეცა ქვეყანასაზე და დანუ შემიყვანენ ჩვენგან სასწელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან მერთმა დავუცო და გზა ხსნილი ამ კეთილ გზაზე ქონოდეთ ამინ